დიდი ამბებია მსოფლიოში, მოდი ასე ვიტყვი, უკრაინასთან დაკავშირებით ხო დიდი ამბებია იქ. საუბარია იარაღის კვლავ განახლდა საუბარი ტომოჰავკების და არა მხოლოდ ტომოჰავკების მიწოდებაზე ევროპელებმა თქვეს რომ ჩვენ დავეხმარებით დამატებით 9 მილიარდი თუ არ ვცდები უნდა გამოხოს გერმანიამ კიდე მილიარდ ნახევარი რომელიღაც ერთმა სახელმწიფომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება ნატო შეიძენს ამერიკიდან იარაღ ბევრი ამბავია ხალხო ძალიან ბევრი ამბავი მაგრამ პარალელურად მიმდინარეობს რუსეთის ეკონომიკური მოხრჩობის გამისწორა ამაზეათ ინგამ უნდა მანდო ხოლმე მიყვარს რადგან მოხრჩობის პოლიტიკა მოხრჩობა აღრჩობენ რუიმ და განსაკუთრებით ეს ეხება რასაკვირველია ტრამპის შეუვალ მოდი ასე ვიტყვი გადაწყვეტილებას იმის თაობაზე რომ უნდა დასანქცირდეს და დასანქცირდა კიდეც ორი უმსხვილესი კომპანია რუსეთისათვის და არა მხოლოდ რუსეთისათვის ეს არის როსნეფტი და ეს არის ლუკოილი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია საწვავზეა ლაპარაკი არა მხოლოდ შემომტან გამტანებზე აღებიცემობით მთელ მსოფლიოში დაკავებულებზე შეერთებულ შტატებშიც კი აქვს ბევრი ბენზოგასამართი სადგური მაგრამ ამაზე ვინ ლაპარაკობს ლუკოილს არამედ ეს არის უმსხვილესი მწარმოებელიც უმსხვილესი ორი ბიზნეს სტრუქტურაა ხო რასაკვირველია გადაჭაჭული, გადაფსკვნილი ფესბესთან, კრემლთან, მოსკოვთან. პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებამ ლუკოილისა და როსნეფტზე რუსების სერიოზული გაღიზიანება და შეშფოთება გამოიწვიაობს ერთ პოლიტიკოსი ხატია დეკანოიძე. თუ ჩახედავთ რუსულ არხებს და რუსული არხები გადაფსიხებულნი არიან, ალბათ გასაგებია რამხელა მოვლენა მოხდა ჩვენს თვალწინ. დიახ, ვერ მოახერხა ეს. ბაიდენის ადმინისტრაციამ და მოახერხა თქვენს მიერ, ბევრი თქვენგანის მიერ გაკრიტიკებულმა პრეზიდენტმა ტრამპმა. მაგალითად, რუსეთის საკუთრებაში არსებული ნაფტა ინდუსტრია SRBIJ, ხო? Sbridge, ალბათ ეს უნდა წავიკითხოთ, ნავთობის გადამუშავება შეაჩერა ამ კორპორაციამ. რადგან შეერთებულ შტატებში შტატების სანქციებმა ნავთობის მიწოდება შეაფერხა. ინდოეთის ყველაზე დიდმა გადამამუშავებელმა ინდუსტრიებმა რუსეთიდან ნავთობის მიწოდება შეაჩერეს ფაქტია ეს. სექტემბერში Reliance დაახლოებით 630,000 ბარელ რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობდა დღეში როსნეფტისგან და ლუკოილისგან. ახლა ინდოეთის ყველაზე დიდი კერძო გადამამუშავებელი კომპანია ალტერნატიულ გზებს ეძებს. წერს ხატია. კარგი ამბავია, რომ საპრეზიდენტი ტრამპი მალაიზიაში ASEAN სამიტზე ჩავიდა რამდენიმე დღის წინ კუალა-ლუმპურის ეკონომიკურ ფორუმზე ვიყავი. ძირითადი ხატია იყო აზრი იყო რომ შეერთებულ შტატებს პრეზიდენტის სამიტში მონაწილეობას არ მიიღებდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი მიუხედავად ანონსისა, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლა სანქციების შემდეგ მისი აქტიურობა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში უმნიშვნელოვანესია. ივანიშვილისთვის და ხა შემოვიდეთ საქართველოს კონტექსტში, ხო? შეერთებული შტატების სანქციები დიდი სანქციები რუსულ ლუკოილზე და რუსულ როსნეფტზე. გაუნათლებელმა ცხადია ძალაუფლება ფულზე დახამებულმა და ხარბებულმა ქოცებმა დაარწმუნეს რომ რუსეთის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად არაფერს მოიმოქმედებდა. დიახ, გაუნათლებელმა და დახამებულმა და ფულზე ორიენტირებულებმა და სტრატეგიული ხედვების არ მქონე ქოცებმა ბიზინა ივანიშვილი ისედაც შეშლილი ჭორვილელი კაცი აბასტუმელი გახდა ახლა დაარწმუნეს რომ არც არაფერი არ მოხდება. ეს ბიზინა ივანიშვილს უკვე შეჯერა, დიდი ხანია შეჯერა. ამიტომ ხელები გაშალა და რუსულ ნავთობს მან კარი გაუღო. რა უნდა გითხრათ? ბიზინა რა უნდა გითხრა? და ასეა გაუღო. მათ შორის მადასტურებელი არის ის, რომ რუსნეფტი, რომელიც რუსულ ჩრდილოვანი ტანკერებით ყულების ტერმინალში ნავთობით შემოიტანა, ამ სანქციებში არ არის, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა, ამბობს ხატია. რუსნეფტის აქციების დიდი ნაწილი ეკუთვნის მიხეილ გუცირევს, რომელმაც ივანიშვილისაგან 2012 წელს მოსკოვში დიდი უზრავი ქონების კომპლექსი შეიძინა და მას თითქმის 1 მილიარდი გადაუხადა. ანუ ბიზინას ჰქონდა სახლები მოსკოვში და ვინმე მიხეილ გუცირევმა, რომელიც ამავდროულად არის რუსნეფტის არმიდან შემეშალოს
რომელიც რუსნეფტის აქციების დიდი წილის მფლობელი ვინმე მიხეილ გუსინევი, ეს ის მიხეილ გუსინევი ყოფილა, ხატიას პატივისცემა რომ ეს გაგვაცნო კი არა გავაგვითხრა, რომელმაც 2012 წელს რომ დიოდა ბიზინა იმ დროს ზუსტად ბიზინასგან 1 მილიარდი დოლარის დაახლოებით პლუს მინუს უძრავი ქონება შეიძინა, ანუ ბიზნეს მისცა ფული გუცირევმა ვინმე. გუცირევ ივანიშვილს მაშინ ეჩქარებოდა რუსეთში ძირითადი აქტივების მოშორება, იმიტომ რომ აქ ვუხურებდით თუ გახსოვს. ფორმულას ეთერში ვთქვი და გავიმეორებ, გუცირევი ევროკავშირის მიერ დასანქცირებულია ლუკაშენკასთან ახლო ურთიერთობების და ბიზნეს კეთების გამო. მისი შვილი საიდ გუცირევი დიდმა ბრიტანეთმა დაასანქცია, იყო საუბარი, რომ გუცირევს ჩეხეთში ამერიკელებთან კავშირის დამყარება უნდა, ანუ დათესვა უნდა, ხო? მაგრამ ამ ისტორიამ განვითარება ვერ იპოვა. უფრო მეტიც 25 წელს ევროკავშირმა მისი სარჩელი სანქციების მოხსნის შესახებ არ დააკმაყოფილა. სხვათა შორის გუცირევთან კავშირი აქვს გრუს ოჯახის წევრს, რომელიც ყულების ქართული მფლობელის პარტნიორიც არის, ანუ მაკა ასათიანის შვილის პარტნიორიც არის. ფაქტია, ყულებში პირველი რუსული ნავთობი არ არის, მხოლოდ რუსნეფტის ნავთობი, ივანიშვილისნაირი ფულზე დახმებული დაბალი ხარისხის კოცური დიქტატურა ვერ თვლის ბევრ რამეს, მათ შორის იმას, რომ ყუმბარა იდიოტების ხელში პეთქდება. ასანთი სანთებელა იდიოტების ხელში პეთქდება. ყვითელი რობა ვინმე მარჩატვალოს, რომ აბუკა ხაზრაძის მომხრება სად არის ჩემი? სხვა ფერის სანთებელა. აი, ეს ფერი ვის აქვს? ეს იმას აქვს. გახარიას. გადავაგდე სანთებელები. ამ ფაქტებზე სათანადო ყურადღება მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს მოსდევს დიმიტრი სკიტიშვილის, ასევე პოლიტიკოსის სტატუსი. აქ შეიძლება დავამატოთ, რომ ასე შემდეგ და ბანკი ტრასტზე ლაპარაკობს, ბანკ რასიის შვილობილი როა, ბიზნეს ფინანსზე, რომელიც სანქციური და ასე შემდეგ და ასე. ყულებზე ვილაპარაკებ ახლა. როგორ გგონიათ ყულებს ეს კითხვა დავსვამ. მოხდება თუ არა მალიუკისა თუ ბუდანოვის მიერ გამოშვებული დრონები. მოხდება თუ არა იმ კომპანიას, რომელიც თურმე დამოუკიდებლად იმისა, სანქცირებულია თუ არა ტვირთი და სანქციებში მოყოლილია თუ არა ის ტანკერი, საიდანაც შემოვიდა ეს ტვირთი 105,000 ტონა. 21-ში გამოაქვეყნა როიტერსმა და 6 ოქტომბერს მოხდა, ანუ არასრული 1 თვის წინ, 20 დღის წინ ზუსტად მოხდა ამ ყულებში შემოტანა ცხადია ბიზნა ივანიშვილის თანხმობით. იმიტომ რომ ბიზნეს გონია რომ არაფერი არ ხდება მსოფლიოში და ყველაფერი ხდება მსოფლიოში. როგორ გონიათ, აი იმის გამო რომ მოცემულ ეტაპზე მაღალი ალბათობით, ან უკვე გადაამუშავა, ან ამუშავებს, ან მომავალში გადაამუშავებს და მომავალშიც მიიღებს ამ რუსული ტანკერებიდან კი არა ჭრილოვანი ფლოტიდან ნედლ ნავთობს წამოსულს მაღალი ალბათობით ყირიმიდან ფოთის მიმართულებით, ყულების მიმართულებით. როგორ გონიათ ამას მოხდება თუ არა, რომელიღაც ეტაპზე გადაწყვეტილებას მიიღებენ თუ არა აფრენის, ბუდანოვის დრონები აფრენის, ბუდანოვის ჯარისკაცები დრონების აფრენის თაობაზე. სანქციების სისტემა მუშაობს ასე, თუ კომპანიის მინორიტარი აქციონერია სანქციების ქვეშ, მაშინ ამ კომპანიაზე სანქციები ავტომატურად არ ვრცელდება, წერს დიმიტრი სკიტიშვილი. ამიტომ აქციების განაწილების სქემას ისე აწყობენ, რომ სანქცირებული პირი ან კომპანია არ გახდეს რუსნეფტის მაჟორიტარი აქციონერი. გასაგებია, რომ გადალაგება დაიწყება ახლა. შესაბამისად, სანქცირებული ახალ შვილობილ კომპანიაზე გადასვლით ახერხებენ კვალის დამალვას. როგორც ჩანს, ყულევიც ამ სქემის ნაწილი გახდა. მათ შორის სერგეი ალექსეევი, ანუ ჟორდანიას შვილი, მერაბ ჟორდანიას შვილზეა ლაპარაკი, რომ მაკა ასათიანის პირველი მეუღლის შვილზე. არა მხოლოდ რუსული გრუს ერთ-ერთი მაღალშინოსნის შვილია. სერგეი ალექსეევი არის მერაბ ჟორდანიას შვილის ძმაკაცი. და თავის მხრივ სერგეი ალექსეევი არა მხოლოდ გრუს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის შვილია, არამედ სანქცირებულ გუცირიევთან, ესე ამბობს, ხო, ამგვარ სახელებს ხატია დეკანოიზეც, დაკავშირებული და მისი ბიზნეს პარტნიორი. ერთადერთი, რასაც ამ საქმეში ვერ გათვალეს, არის ის, რომ წლის დასაწყისში, როდესაც საქართველოს შევიდა ინვესტორად ყულებში და შევიდა საქართველოს, მათ შორის მთავრობა შევიდა ყულებში წლის დასაწყისში ინვესტორად და მათ შორის ქართულ ჯგუფიც აშშ-ს მხრიდან ნავთობკომპანიების სანქცირება არ იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, ყულების მშვენივრად იმუშავებდა რუსეთის ჩრდილოვანი ტანკერებიდან ნავთობის მიღებისა და ნაწილობრივი გადამუშავების პროცესში. ანუ შეიძლება ითქვას, ხელს მოითმობდა რუსული კომპანიებისათვის სანქციების არიდების საქმეში. ძნელი სათქმელია, როგორ გაგრძელდება
გაგრძელება იქნება ამ ისტორიას, თუმცა საეჭვო რომ რუსეთის ნავთობის ვაჭრობასთან გამოცხადებულების ფარგლებში ყულების თემა უყურადღებოდ დარჩეს. მე კი საერთოდ სხვაგან ვარ, დიკა, ხატია, მე სხვაგან ვარ. დამოუკიდებლად იმისა სანქცირებას, აიცილებენ სანქცირებას თუ არა, დამოუკიდებლად იმისა რაღაც წილებს გადააფორმებენ სხვებზე თუ გავაგუციриევი თუ არა გუციриევი სხვები და სხვები ამ ირიბი მფლობელობი და პირდაპირ მფლობი სულ რომ მთელი რაღაც აბლაბუდა თავისი აბლაბუდა გახლართონ აქ და ჩვენს დაგვაბრიონ და ასე შემდეგ ისინი ვერ დააბლოვენ დააბნევენ მალიუკი იქნება ბუდანოვი იქნება თუ ზელენსკის მთავრობას იმიტომ რომ იქ რა ნავთობის გადამუშავდება თუნდაც მცირე რაოდენობით ნედლი ნავთობი ეს გადამუშავებული უკვე ბენზინის საწვავის მათ შორის შესაძლოა საავიაციო საწვავის სახით ქცეული სახადქცეული ნავთობი ისხმება რუსულ ბომბდამშენებში სუში ასე მაგალითად თუ რუსულ ტანკებში ასე მაგალითად და ეს ტანკები და ეს ბომბდამშენები კი კლავენ ეს ავიაცია და ეს ტანკები კლავენ რუსეთიდან წასულები უკრაინის მოსახლეობას აქედან გამომდინარე ბუდანოვს მოდის ვიხდი და სულ ფეხებზე ჰკიდია ვის რატომ და როგორ დაარტყავს ისის ფეხებზე ჰკიდია ქოც მთავრობის ტროლბოტები და ნამდვილი ადამიანები რა ამბებს ატეხავენ ამასთან დაკავშირებით უკრაინა ჩვენ გვებრძვის უკრაინამ ჩაგვიტვია ჩვენებში არა უკრაინამ არავის არ ებრძვის უკრაინას რომ უნდოდეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება უკრაინა პირველ ყოვლისა და არტყავდა მთავრობის კანცელარიას ვერ დაარტყავდა ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის უწყებას აქ რაღაც აშენებული რომ მთავრობის ირაკლი კობახიძის მე-12 თუ მე-13 სართული დაცული იყოს რასაკვირველია არა მაგრამ უკრაინა ამას არ იზამს არასოდეს იმიტომ რომ რასაკვირველია უკრაინას საქართველოსთან არანაირი პრეტენზიები არ აქვს და ასე შემდეგ გამხრი პრეტენზიები თორე მთავრობასთან პრეტენზიები როგორ არა აქვს მაგრამ ამას არ იზამს იმიტომ რომ ის ჩვენი ხალხის პარტნიორი სახელმწიფოა და ჩვენი ხალხის პარტნიორი მთავრობა ხავს ამიტომ ამას არ იზამს მაგრამ თუ რომელიმე ობიექტი ამ შემთხვევაში ყულების ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გრუსთან დაკავშირებული ფლობელების ირიბი მფლობელების ტვირთის სანქცირებულის თუ არა სანქცირებულის ტანკერის სანქცირებულის თუ არა სანქცირებულის თვალსაზრისით რუსეთს უწყობს ადამიანის უკრაინელების მკვლელობაში ხელს მომიტევეთ მაგრამ უკრაინამ შავი ზღვიდან ასე უნდა ვთქვა აბა როგორ ვთქვა ხო რომ შემოაფრინოს დრონები რომლებიც წერტილოვნად დაარტყავენ ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რომელშიც ფული ჭადო ქართულ ჯგუფმა და სახელმწიფომაც მიმდინარე წელს და გასულ წელს გასაკვირისულად არ იქნება უნგრეთში რუმინეთში ანალოგიური ინფრასტრუქტურა გაანადგურა უკრაინამ ნატოს წევრი სახელმწიფოა ერთიც და მეორეც აშუხურდნენ განა არა მაგრამ ყველამ შესანიშნავად იცოდა და იცის რომ უკრაინა ამაში მართალი იყო ვინც რუსეთს ეხმარება იმას ერხევა ეს მე ვთქვი ამას გავიმეორებ მამუკა მდინარაძის იმედად თუ ხართ ბატონო ბიზინა ივანიშვილო რუსო მამუკა მდინარაძის იმედად თუ ხარ ან თუნდაც აქ შენთან ვინც მუშაობენ იმ ფსბ-შნიკების ინფორმაციის მოწოდებასაც კი ვერ მოახერხებენ მოასწრებენ ისინი იმის თაობაზე როგორ იბრძვის რუსეთის წინააღმდეგ ხაზგასმით ვამბობ საქართველოში არა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების არამედ რუსული კომპანიების ან რუსული იმ კომპანიების ირიბად რუსული იმ კომპანიების წინააღმდეგ რომლებიც რუსეთს ეხმარებიან ომის გახანგრძლივებასა და წარმოებასა და გახანგრძლივებაში ინფორმაციასაც ვერ მოგაწვიან სიდოროვები და პეტროვები და ივანოვი ვერ მოასწრებენ უცებ ისე აფეთქდება რამ არა მე გულახდილად გეტყვით რომ მე ჩემი პოზიცია იქნება ასეთი რუსეთის ნებისმიერი ობიექტი სოფლიოს ნებისმიერ წერტილში უნდა გადანადგურდეს ჩემი პოზიცია იქნება ასეთი არ ამგონია თქვენმა ტროლებმა ბოტებმა და იდეოლოგებმა და რაღაცა პროპაგანდისტებმა მარტო ერთი რო დავდგე ხა ყველა წინაშე რამდენი იქნებიან რაღაც 20000 არგუმენტებში მომიგონ არ ამგონია კი არ დარწმუნებული ვარ და ჩვენ გაცილებით მეტნი ვართ ვიდრე თქვენი 20000 ტროლი და პროპაგანდონი ნახვამდის